გამარჯობა. თბილისის დროით 14 საათი 19 წუთი გახლავთ რადიომედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და ჩვენ ახლა მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე სასაუბროთ რადიომედის სტუდიაში მას მიზნად პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში დიპლომატს ბატონ კოტე ჟღენცს გამარჯობა. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ბატონო კოტე, თქვენ ბრძანდებით მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანი საერთაშორისო ურთიერთობებში, თეორიულიდან პრაქტიკულით დასრულებული და ასევე გქონდათ კონკრეტული გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში და არა მხოლოდ, ამიტომ მოდით დავიწყოთ ჩვენი დიალოგი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხით, რომელიც არის ირან ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა, რა თქმა უნდა, აქვე არის ისრაელი და ის რეგიონი, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით დღეს ისევ პრობლემურ აქტუალურ რეალობად იქცევა ჰორმუზის სრუტეს ვგულისხმობ. ჩვენ ვაკვირდებოდით პროცესს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირები ხაზგასმით ამბობდნენ, რომ არის კონტურები შეთანხმების შეგვიძლია გავიდეთ შედეგებზე ბატონი ტრამპის მხრიდან რომელისთვისაც დამახასიათებელია კონკრეტული და ამ დროს პირობითი ვადების დასახელება ვნახეთ პაკისტანის აქტიურობა და შემდეგ ვიხილეთ ისრაელის მხრიდან პრევენციული დარტყმები რასაც მოყვა ირანის მხრიდანაც შემდეგ დარტყმები და აქაც რაღაც კლასიკური ჟანრია სიახლეებისა იმ სიახლეების დასტას გულისხმობ რომელსაც კონკრეტული სამხედრო აქტივობების შემდეგ მხარეების საკუთარ ფოკუს ჯგუფებზე ავრცელებენ ხოლმე. ირანმა თქვა რომ ჩვენ დიადი დარტყმა ვივაყენეთ და ჩვენ ყველა პარტნიორს დავიცავ და ახლა გაუშვით რაკეტები, მე რა რომ იმ რაკეტებმა, რასაც ისრაელის მხარე აჩვენებს, რომ ვერც ერთმა რაკეტამ იქამდე ვერ მიაღწია და ყველა ჰაერს ჩამოაგდეს და შემდეგ ისრაელის მუქარა და ამასობაში მე იმედის მომცემი იყო ბატონი ტრამპის განცხადება, რომ ველაპარაკე ბიბის და ვუთხარი რომ არ გააგრძელონ, რადგან მოლაპარაკებებთან ახლოს ვარ და ამ დროს მოულოდნელად ვიგებთ, რომ ამერიკამ გადაწყვიტა, რომ ასევე სარაკეტო იერიშები განახორციელოს ირანზე. მოკლედ მოცემულობა დღეს გვაქვს ასეთი, რომ ისევ დაიბომბა და ახლა გავრცელდა ისევ ინფორმაცია, რომ ამერიკა და ირანი მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. დაზუსტება რომ მოვახდინოთ, ბატონო, პირველ რიგში, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს დარტყმები ამერიკის შეერთებულ შტატებიდან, მანამდე ისრაელისგან, რომელიც დიდი ალბათობით მხოლოდ თავისი ინიციატივა არ იყო, შეიძლება და არის თუ არა ეს სარაკეტო იერიშები ერთგვარი კორექცია პარალელურად მიმდინარე დიპლომატიური დიალოგის ფარგლებში სასურველი პოზიციის გამყარების თვალსაზრისით. ხო, მადლობა კითხვისთვის. თქვენ რაც ბრძანეთ, ეკოლოც ეგრეა. რომელი კონფლიქტიც არ უნდა ავიღოთ შეიარაღებული. როდესაც უკვე შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს, პრაქტიკულად ომი. და ამავე დროს მიმდინარეობს რაღაც დონეზე მოლაპარაკებები და ეს ხდება ახლა, რაც თქვენც ბრძანეთ. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ერთმანეთს ბომბავენ, მაინც ან აცხადებენ, ან წინა დელეგაციები ემზადებიან კიდე ერთხელ წასასვლელად, ან პაკისტანში, ან კატარში, ან სადმე შესახვედრად, რომ სხვადასხვა საქმე იმაშია, რომ როდესაც მიმდინარეობს ორ მხარეს შორის მოლაპარაკება და აცხადებ რაღაც გადაწყვეტილებაზე ამ მოლაპარაკების თუნდაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების ალბათობა დამოკიდებულია ორი მხარის გადაწყვეტილებაზე. ერთი მხარის გადაწყვეტილებებით ეს ვერ მოხდება. ვერანაირად. ხო და ახლა ბატონ ტრამპს თუ უნდა რომ საუკუნეებით ჩამოყალიბებული აღმოსავლური დიპლომატია შეცვალოს, ეგ არ გამოვა. ეს არ მოხდება. საერთოდ ირანული დიპლომატია, საერთოდ აღმოსავლური დიპლომატია ესეთია, რომ არა, საერთოდ როცა კონფლიქტის დროს მიდის მოლაპარაკებები და ან რაღაც ცხელი ფაზის დროს ერთი მხარე ცდილობს, რომელიც თulis, რომ საბრძოლო მოქმედებები მის სასარგებლოდ მიმდინარეობს, ცდილობს, რომ რაღაცნაირად გააჭიანუროს ეს მოლაპარაკებები. ნუ უფრო მოგებიან პოზიციაში გადავიდეს, ხო? რაც აგერ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების ფონზე ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ და ვუყურებთ. მაგრამ აქაც ეგრე ჩანს, იმიტომ რომ საქმე იმაშია, რომ ირანი უფრო აჭიანურებს ამ დროს, იმიტომ რომ ირანს თავიდანვე ესეთი მიდგომა ჰქონდა.
რომ კონფლიქტი გადაქცეულიყო რეგიონულ კონფლიქტად. ეს არ ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების და ირანს შორის. ომი. პრობლემა და ტკივილი წყალებში ებრძოთ გლობალურად. და მაგას მიაღწია გარკვეულწილად, იმიტომ რომ აუცილებლად აბავს ლიბანს. კი ბატონო. ამას ანუ ისრაელთან ურთიერთობას აუცილებლად იმას დამოკიდებულებას აბავს აი ამერიკელებთან. კი ბატონო. გასაგებია რომ ამერიკელები და ისრაელი ყოველთვის მოკავშირეები იყვნენ და ეხაც მოკავშირეები არიან. მაგრამ ის დარტყმები, რომელსაც ირანი ახორციელებს ამერიკის მოკავშირეებზე და ბაზებზე, რაც დღეს აგერ იყო სპარსეთის ყურეში, იმიტომ რომ მithქვამს ეს და გავიმეორებ, ირანმა კარგად იცოდა რომ ამერიკას ვერ მიწუდება ეხა ის არა აქვს ისეთი რაკეტები რომ ის ვაშინგტონს და იმას დაემუქროს რა ქვია თუნდაც იქ შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს იმ ტერიტორიაზე ამიტომ თავიდანვე უთხრა რომ მე დავარტყამ თქვენ მოკავშირეებს აი აქ სადაც ხელი მიმიწუდება რეგიონში ბაზებზე და ურტყავს საკმაოდ მტკივნეულად ურტყავს იმიტომ რომ ის თავდაცვითი მექანიზმები რომელიცაც ამერიკა ფიქრობდა და ალბათ ეს ქვეყნებიც კუვეიტიდან დაწყებული რომელიც პრაქტიკულად ბოლო ადგილია იქ ყურის ჩრდილოეთში კატარით დამთავრებული რომელიც ქვევით არის სხვები კიდე. დიახ. აი ახლა მაგალითად საერთოდ იორდანიაში დავარტყამ ბაზებს ამერიკის ირანმა განაცხადა. ასე რომ აი ეს უნდოდა რომ ფართე და ამას გარკვეულწილად მიაღწია კონფლიქტი არის ახლო აღმოსავლეთის წყნარი არასოდეს არ ყოფილა და მშვიდი ყოველთვის კონფლიქტური რეგიონი იყო მაგრამ ეს ირანთან და ამერიკასთან ირან-ამერიკის ომთან დაკავშირებული გაფართოება ამ კონფლიქტის. ამიტომ ეს პრაქტიკულად და უნდა რომ რაც შეიძლება მეტი მხარე იყოს ჩართული ამაში. და ამასაც მიაღწია იმიტომ რომ ხედავთ ხო კატარი აქტიურად საუდის არაბეთი პაკისტანის შორს არის ცოტა მაგრამ პაკისტანელები ძირითადად ისლამური ქვეყნები რომლებიც ცდილობენ რომ რაღაცნაირად შუამავლის როლი ითამაშონ რომ ეს საქმე მორჩეს. ამასობაში პაკისტანსა და ავღანეთს შორის ისევ დაიძაბა ურთიერთობა. ისინი იმას ვერ გააკეთებენ რომ ისრაელთან ისაუბრონ პირდაპირ ისრაელთან ამერიკელები საუბრობენ. ისინი ისრაელს ვერ დაელაპარაკებიან. ამიტომ არის ეს ცუდი სიტყვები ტრამპის ის ბიბი ნეტანიაჰუს წინააღმდეგ წარმოთქმული პირდაპირ ვთქვათ გინების სიტყვები რომელიც მე გახდა ყველასთვის გასაგები მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მე დამიჯერაო ბიბი მოდა აღარ დაარტყავსო აი გუშინ დაარტყეს კიდე ერთხელ თან დაარტყეს ბეირუთს დედაქალაქს ლიბანის როცა საუბარი იყო ლიბანის სამხრეთზე ანუ ისრაელის ჩრდილოეთთან მყოფ ახლო ტერიტორიაზე ნუ იქ ნაკლები კითხვები იყო იმიტომ რომ ისრაელი მუდმივად ეძახდა რომ აქედან გბომბავენ ჩვენ ტერიტორიებს და ამიტომ მე არ დავუშვებ რომ ჩემი მოსახლეობა საფრთხეს ჩავარდეს მაგრამ როცა ბეირუთს ურტყამ პირდაპირ და იქ ისრაელის ალბათ დაზვერვის მონაცემებით ეხა ეს ცნობილი ამბავია რომ არც ჰეზბოლა არც ჰამასი არც თავის დროზე პალესტინელები პირდაპირ არ ომობდნენ მოწინააღმდეგესთან ასიმეტრიული ძალებით ასე არ ომობდნენ ისინი მათი ის იყო აი ესეთი რასაც დასავლეთი ტერორისტულ ოპერაციებს ეძახდა და ნამდვილად ესე იყო იქ შევიდოდნენ აფეთქებდნენ ვიღაც მოიტანა რაც მოხდა მაგალითად ოქტომბერში როცა აი პირველ საიდანაც დაიწყო ყველაფერი თავდასხმა ღაზადან ისრაელზე ხო აი ესეთ ოპერაციებს ატარებენ თორე იმის მერე რაც პირდაპირ პრაქტიკულად ომი დაიწყო გაგიგიათ რომ პირდაპირ ერთმანეთთან საომარ ფრონტის ხაზი მათ არა შევიდნენ არანაირად და არც ექნებათ არასოდეს ფრონტის მათ ესეთი ბრძოლის მეთოდები აქვთ და ამ ბრძოლის მეთოდებში შედის მაგალითად რაც ძალიან ცუდია მაგრამ აკეთებენ ამას სამოქალაქო ობიექტების აფარება ფარად. ანუ აი სამონტყოფების სარდაფებში მაგალითად სკოლების სარდაფებში მოწყობა ამ თავის იარაღის საცავების გვირაბების გათხრა სამოქალაქო ობიექტების ქვევით რომ მერე გაამართლოს იმით რომ აი ისრაელი ურტყავს სამოქალაქო ობიექტებს. იმას სხვანაირად ვერ მიწვდები იმ სამოქალაქო ობიექტს თუ არ დაარტყი. ზუსტად მაგას აკეთებს ჰეზბოლაც ბეირუთშიც და ლიბანშიც. აი სამოქალაქო ობიექტებში აქვს შტაბები და საწყობები და ასე შემდეგ. და ამის სავალალო შედეგებიც შედეგები ისაა რომ ისრაელი იძულებულია დაარტყას ამას. ეხლა მეორე მხრივ რამდენად მორალურია ეს რა თქმა უნდა
ძალიან მორალური რო არ არის და არანაირად არ არის ეს გასაგებია, მაგრამ როცა ომია, როცა პირდაპირ ომია და სისხლი იღვრება და ხალხი იხოცება და იქ უკვე მორალზე და იმაზე ლაბარაკი ზედმეტია. ამიტომ აი ეს სიტუაცია სანამ აი ეს დაძაბულობა შენარჩუნებული იქნება და შენარჩუნებული იქნება მთლიანად მთელ ახლო აღმოსავლეთში. მანამდე აი ესეთ კონკრეტული სწრაფი შედეგის მიღწევა მე მგონი წარმოუდგენელია ჩემი აზრით. ნუ რამდენი ხანი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში სხვა ადგილებში თქვათ კონფლიქტები არის ხომ პერიოდი რომ თქვათ იყო პერიოდი როცა ხუსტებთან დაკავშირებით იემენში გააქტიურდა იყო პერიოდი როცა პალესტინაში ღაზაში გააქტიურდა ეხლა აი ეს გააქტიურება ხო და ისევ რომ დაუბრუნდეთ იმას მოლაპარაკებები იქნება მაგრამ სწრაფი შედეგი ის რომ ტრამპი თუ იმას ელოდება რომ ხვალ ირანის წარმომადგენლები დასხდებიან და რაღაცაზე ხელს მოუწერენ თუ მათი აზრით თავის მიზანს არ მიაღწიეს ეს არ მოხდება ეს შეუძლებელი ამას ტყუილა ელოდებიან ესე იგი ან ტრამპის მრჩევლები არიან თუდად ასე ვთქვათ ბრწყალებში ნუ რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით ვამბობ გათვითცნობიერებულია თავისებურებებზე ამ აღმოსავლური და კერძოდ ირანული დიპლომატიის ან რაღაცა ისეთი უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი აი ფრონტზე და ამასაც ვერ აკეთებენ ხო? აი ამდენ ხანია ლაპარაკია იმაზე რომ ვინმე მიცის რამდენი იარაღი აქვს, რამდენი საბრძოლო საშუალება, დრონი, რაკეტა აქვს მიწისქვეშ ჩატანილი ირანს. აი ურტყავს და ურტყავს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება ეს დაბობები ამერიკელების მხრიდან, მე სვამენ ხოლმე საკითხს, აბა ვის ეყოფა ეს რაკეტები და ეს შესაძლებლობა რომ ერთმანეთზე განახორციელონ ეს დარტყმები შორიდან დაბომბებით და დარტყმებით რომ ესე რომ ვთქვათ როგორც მიღებულია ომს ვერ მოიგებ ეს ფაქტია მით უმეტეს ეხლანდელ ომს მით უმეტეს ისეთ ქვეყანასთან როგორც ირანია მისი გეოგრაფიული შესაძლებლობებით და ტერიტორიით და ამხელა მოსახლეობით ამიტომ აი ეს არის მთავარი მომენტები რომელიც უნდა გაითვალისწინოს პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატებმა და ისრაელმა. აი რამდენი ხანი აპირებენ ამ ოპერაციის გაგრძელებას. გამძლეობაში ირანის გამოცდა რომ არ გამოვიდა, ნუ ეს მე მგონი ნათლად ჩანს. ამიტომ რაღაცა ისეთი უნდა მოხდეს, გნებავთ შუამავლების ისეთი როგორც პაკისტანია, როგორც კატარია და სხვა არაბული ეგვიპტე, სხვა არაბული სახელმწიფოები არიან. გნებავთ ისეთი რამე უნდა მოხდეს ომის ეგრეთ წოდებულ თეატრში, რომ რაღაცა შეცვალოს რადიკალურად. ესეთ რამეს, რა ვიცი ხა მე ვერ უყურებ, რომ შეიძლება რადიკალურად ესეთი რამე მოხდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ გაგრძელდება კიდე ეს კონფლიქტი და როდემდე გაგრძელდება ძალიან გაურკვევლია. ბატონო გოთე, იმისთვის რომ ამ დარჩენილ საერთო დროში მოვასწროთ, მე მინდა ჩვენზეც კონკრეტულად საქართველოსაც ვისაუბროთ და თქვენი ხედვა მოვისმინოთ. ესეც რომ მოვასწროთ, ამიტომ ცოტა კომბინირებულ კითხვას დავსვამ და იმ სივრციდან რეგიონულ ჭრილში რომ გადმოვინაცვლოთ ამიერკავკასიის ახლა დღეს უკვე შუა დერეფნად წოდებულ სივრცეში. ის რაც ახლა ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და რაც თქვენ შეაფასეთ, ერთგვარად იმ დიდი სტრატეგიული მიზნების მხარეების მხრიდან ნაწილია, რომელიც თქვა ტაქტიკასა და მოქმედებაში გამოიხეტება ახლა ლოკალურ სივრცეში, მაგრამ სტრატეგიული მიზნები ერთის მხრივ თითქოს ცნობილია, ხო? ამერიკა ცდილობს თავისი ჰეგემონობის შენარჩუნებას და ძალიან დიდი გულისწყურით ველოდით ტრამპის ვიზიტს ჩინეთში და მისი წამოსვლისთანავე მე იქ ალბათ შემთხვევითი არ იყო რომ რუსეთის პრეზიდენტი ჩადის ჩინეთში. აი ამ მოცემულობის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების ამიერკავკასიაში ინტერესს გრძელვადიანს სტრატეგიულს ახლა თქვენ როგორ ხედავთ, როგორ აღიქვამთ? ჩვენ ნახეთ იგივე სომხეთთან მიმართებაში ყარაბაღის კონფლიქტის, აი ასე მოგვარების შემდეგ სომხეთთან მიმართებაში ეხლა დასავლეთის მხრიდან მათი მხარდაჭერა და ამერიკის გაცხადებული მხარდაჭერა. ხო, თითქოს რაღაცა საყრდენად განიხილავენ, თუმცა იმ დაპირებების ფონზე რა ზანგეზურის კორიდორში უნდა განვითარებული იყო, ჯერ იმ დაპირებების 5%-ის რეალიზებასთან ახლოს არ არის, ხო, ამ მოცემულობაში. ახლა ორ კითხვას გავაერთიანებ, რატო თქვი მე კომბინირებული. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ჩინეთისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის
კონკრეტული შედეგები ხილულად და ამაზე ძალიან მწვავე რეაქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელთანაც ჩვენ ასევე გვაქვს სტრატეგიული შეთანხმება, თუმცა მმართველი პარტია იმას ამბობს, რომ ეს უკაცრავად, მაგრამ ძალიან მწვავე რეაქციაში რას გულისხმობთ? ჩვენ ხო ვნახეთ სენატში განხილვა ამასთან. განხილვას და ვილსონის განცხადება? დიახ, ეს გასაგებია საწყისია, მაგრამ რო განვითარებულიყო, ალბათ კიდევ უფრო მწვავე იქნებოდა. მე რატო ვაერთიანებ ამ ორ საკითხს? ჩვენ ვნახეთ ერთთან სტრატეგიული გვაქვს მეორესთან შეფასება ასეთი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მაგრამ პერსპექტივაში მათი ინტერესები რომელი უფრო გადაწონის, ასე ვთქვათ, საქართველოში, ამიერკავკასიის რეგიონში და პერსპექტივაში რას ხედავთ ჩვენ რა პოზიციაში უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ მომგებიან შედეგებზე გავიდეთ. მოდით ძალიან ბევრი ვისაუბრო, რაღაც რამდენიმე ჩემი აზრით მთავარ საკითხს ვიტყვი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მithქვამს და ეს ფაქტია, რომ ზესახელმწიფოები, ანუ სუპერსახელმწიფოები ყოველთვის გამონახავენ ერთმანეთთან ძირითად საკითხებში საერთო ენას. საერთო ენის გამონახვაში იმას გულისხმობ, რომ არ მიიყვანონ მათი დაპირისპირება ისეთ დონემდე, რამაც შეიძლება რეალურად დააყენოს ბირთვული ომის ან პრაქტიკულად მესამე მსოფლიო ომის საფრთხე. ამას მუდმივად ვამბობ და ეს მუდმივად ჩემი აზრით ესე იქნება. ისინი ყოველთვის ვიპოვიან რაღაც ერთმანეთთან შეხების იმ წერტილებს და იმ საკითხებს, რომელიც მათი ურთიერთობის გამოსწორებისთვის უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე გაფუჭებისთვის. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში ისინი მუდმივად რბილი ძალის მეშვეობით, ძირითადად რბილი ძალის მეშვეობით შეეცდებიან, რომ შეასუსტონ სხვა წამყვანი ზესახელმწიფოს გავლენა და გაზარდონ თავის გავლენა. ამერიკელების ქცევა ახლა სამხრეთ კავკასიაში არის ის, რომ შესუსტეს რუსეთის გავლენა ამ რეგიონზე მთლიანად. აი ხა სომხეთთან კონკრეტულად მთელი ეს იქ ჩასვლები, ევროპელების ჩართვაც ამაში, იქ რაღაცების მოწყობა რუბიოს ჩასვლა ყველაფერი მიმართული იყო იქითკენ, რომ რუსეთის ორბიტიდან ჩამოაშორონ სომხეთი, ეს ხო ნათელია ხა. ამას ბევრი ლაპარაკობს დაწერს და ეს ნამდვილად ესეა. რამდენად მიაღწევენ ამას ამ რბილი ძალის გამოყენებით და აი ეს რა შედეგამდე მიგვიყვანს. ეხა ეს რო იმამდე არ მიგვიყვანს, რომ ამერიკამ და რუსეთმა სამხრეთ კავკასიის გულისთვის როგორც ჩვენთან უყართ ხოლმე ლაპარაკი ბრჭყალებში ერთმანეთს დაცხონ ეს ნათელია. ამიტომ გავლენის სფეროების, სხვისი გავლენის სფეროს შესუსტება და თავის გავლენის სფეროს გაძლიერება, ხო? ჩინეთზეც თუ გადავალთ, აი ამდენი მთელი ეს ჩინეთის ცდები, მას მერე რაც მან ერთი სარტყელი, ერთი გზა გამოაცხადა და თავიდანვე ამერიკის შეერთებული შტატები ამას მანდამაინც კარგად ესე ვთქვათ აღფრთოვანებით არ შეხვედრია და ძალიან ბევრი ამას აკეთებდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეშალა ამის განვითარებისთვის. მაგრამ სოფლიოში შექმნილმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ არა მხოლოდ რა თქმა უნდა ჩვენ რეგიონში, მაგრამ მთლიანად შექმნილმა სიტუაციამ მათ შორის ურთიერთობების არ გამწვავების და უფრო დაალაგებისკენ მიმართული ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის, რისი გულისთვისაც იყო ტრამპის ვიზიტი ჩინეთში და მე რუსეთთან დამოკიდებულებაც კიდე პუტინის და აი ამ სამი ზესახელმწიფოს რაღაც ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ ჩემი აზრით მიმართული მოლაპარაკებები და შეხვედრები, რომ აი ეს სიმწვავე ზესახელმწიფოების დაპირისპირების შენელებული იყო, თორე ამერიკაში ძალიან ბევრი საუბრობდა, რომ ჩვენ ძირითადად მტერი ჩინეთია და ლამის იქამდე მივიდა, რომ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩინეთს ეს უქნათ და ეს არ გამოვიდა ეს ტრამპი ამას არ აყო ტრამპის ადმინისტრაცია და ეს ნაბიჯები გადაიდგა. რაც შეეხება რეგიონებს, სამხრეთ კავკასიის გარდა ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი, რომ ახლო აღმოსავლეთია და ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი, რომ უკრაინაა, ანუ ევროპის ცენტრი. ეხლა რამდენიც არ უნდა არ შეიმჩნიოს რუბიომ და ძალიან კარგს აკეთებს ჩემი აზრით, იმიტომ რომ კაია კალასი და ფონდერ ლაინი და ის რა ქვია მარტა კოსი და ვიღაცები მიუხედავად ამისა ის ევროპა და ნუ ეხლა ფაქტი ეს არის, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობაში ესენი არიან. იქ სხვა დონეზე
აუცილებლად იქნება საუბარი იმაზე, რომ რაღაცნაირად მოინახოს, აი ძალიან დიდი მნიშვნელობა იქნება მაგალითად ეხა მომავალ სამიტზე ნატოს სამიტზე მიუხედავად იმ წინააღმდეგობებისა, რაც ნატოში ხდება, ტრამპი ჩავა თუ არა. აი გუშინ ერდოღანი გამოვიდა და პირდაპირ განაცხადა, რომ ტრამპის ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, სხვანაირად რომ ნატოზე პრაქტიკულად ძალიან დიპლომატიურად თქვა, რომ სხვანაირად ნატოს ხაზი უნდა გადაუსვათ. ხა ტრამპი თუ არ ჩამოვიდა და ჩვენ თერთად თუ არ დაждდა, ნატო რა ნატოა, ესე გამოვიდა, ხო ესეა. გაუფასურების პრაქტიკულად, ხო. ამიტომ აი ეს რამდენიმე რომელიც ჩამოთვალე, ამაში რბილი ძალის მეშვეობით ისე ვიმეორებ, აი ეს სახელმწიფოების ჩართულობა იქნება გამსაზღვრელი იმის, რომ გლობალური სიტუაცია ხო ახდენს გავლენას რეგიონებზე, ხო? საპასუხოდ ამ როგორ დაალაგდება რეგიონების სიტუაცია იმის, რომ ძალიან არ გააფუჭოს ეს სახელმწიფოების შორის ურთიერთობა გლობალურად და ერთმანეთთან შეხების წერტილები იპოვონ. ეს ძალიან გავს, რა ვქნა უნდა ვთქვა, იმას, რასაც მუდმივად ვიმეორებთ ჩვენი პარტიის ნეიტრალების ლიდერები და წევრები, რომ თანხვედრა თუნდაც ჩვენ რეგიონში და თუნდაც ჩვენ რეგიონის ცენტრში საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკის სახელმწიფოებს შორის უნდა ჩვენი ინიციატივებით ვეძიოთ და ყველას ველაპარაკოთ, რომ აი თქვენი ინტერესები ჩვენ ინტერესებთან თანხვედრა არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის ქვეყნების, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, გვერდზე თურქეთია, ხო? ირანს არ შეშორს, რომ ეს იყოს სტაბილურობის, თანამშრომლობის, მშვიდობის და ეკონომიკური და ბიზნეს თანამშრომლობის პირველ რიგში, რომელიც შემდეგ იწვევს ინვესტიციებს, ვინდებს ინვესტიციას ისეთ რეგიონში, სადაც მუდმივად საფრთხეა აფეთქების, მუდმივად საფრთხეა ომის, მუდმივად საფრთხეა თუ მეტნაკლებად თვლიან, რომ იქ ისეთი პოლიტიკა ტარდება, რომ ეს არ გამოიწვევს აი ინვესტიციების დაკარგვას. ვინც არ უნდა ახორციელებდეს ამ ინვესტიციებს, ჩინეთი იქნება, ეს ამერიკა იქნება თუ ვინც გნებავთ რუსეთი. მომავალში თუ დადგა ისეთი დრო, რომ რაღაცნაირად შეიცვალა დამოკიდებულება ამ რეგიონის მიმართ. თურბილი ძალით მოახერხეს ამერიკელებმა და ჩინელებმა სხვა შორის რუსეთს ჩამოაშორონ და უფრო თავის გავლენა გააძლიერონ, მე ერთმანეთში ჩინეთსა და ამერიკას შორის ის დადგება, რა ქვია, რეგიონის მიმართებაში. ხო და აი ნახოთ, ეს არის პროცესი, რომელიც მიდის ახლა. თალსახად. ბატონო კოტე, მე მესმის რომ ახლა რაზეც ვსაუბრობ და ახლა რასაც ვიკითხავ, 1 საათიანი დიალოგის საგანი არის და ალბათ კარგად გასაანალიზებელი და სასაუბრო, მაგრამ აი ამ დარჩენილ დროში თუ შეგიძლიათ აი ამ ჭრილში მიპასუხოთ თქვენი ხედვით. გასაგებია თქვენი პარტია ახსენეთ და დასახელებიდან გამომდინარე პარტიის კონცეფციაც ჩანს, რომ ნეიტრალური და თავისუფალი სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ და რეგიონულ სიტუაციაში საქართველოსთვის ყველაზე შესაფერი არის ნეიტრალიტეტი. დღეს რეგიონზე აღარ ვსაუბრობ, თქვათ თურქეთი, ირანი თავის პრობლემებითა, თურქეთთან ჩვენ ასე თუ ისე ურთიერთობა გვაქვს, მეზობელ სახელმწიფოებთან უშუალოდ არ ვსაუბრობ და რუსეთს არ გულისხმობ. რუსეთის, ანუ მოსკოვის და ვაშინგტონის შორის იყო ყოველთვის საქართველოს და იქ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისი რეალობა გქონდა ხოლმე. ახლა ჩანს ეს პერსპექტივა, რომ აი ამ სამეულში შეიძლება ჩაერთოს პეკინი. რაც ფაქტია, რომ არ არის ჩართული უკვე თუნდაც ამ ხელშეკრულებით, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ. რა ასპექტებს თუნდაც იმითი, რომ როგორ მუშაობს უკვე ეს ტელეფონი. ხო და აი რა არის ის ასპექტები, რაზეც უნდა გააკეთოს ჩვენმა ქვეყანამ აქცენტი იმისთვის, რომ ერთნაირად თვალშისაცემად დაინახოს ვაშინგტონმაც, პეკინმაც და რუსეთმაც ის ნიუანსები, რომ ჩვენთან მათი ურთიერთობა არის სამივესთვის სასარგებლო ჩვენი ლოგიკით და ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთი სამხედრო პოლიტიკური ან პოლიტიკური ბლოკის წევრობას, ანუ მათი გავლენის ქვეშ ყოფნას, ცალკე ვთქვათ, ან ოდეკაბეს, ან შანხაის ხელშეკრულების, ან ნატოს არ ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ ნეიტრალური სახელმწიფო და ვივაწოთ მშვიდობისთვის ჩვენ რეგიონში ყველასთან აი ეს მრავალვექტორული კარგი პოლიტიკის და დიპლომატიის საშუალებით ყველასთან მათთვის მისაღები და ჩვენთვის მისაღები εμείς დამყარებისთვის რეჟიმის ცუდი სიტყვა მდგომარეობის ჩვენ რეგიონში და ქვეყანაში რომ
თანამშრომლობის რეგიონად გადაიქცეს და არა ერთმანეთთან დაპირისპირების. ხო და აი ეს არის მნიშვნელოვანი. ბევრი ფიქრობს, რომ ამერიკა უბრალოდ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად შემოვიდეს აქ ჩინეთი. არა, ჯერ ერთი უკვე ისე არის შემოსული. ერთი გზა ერთი სარტყელი უკვე ისე არის შემოსული, რომ მაგრამ გაარკვევენ ერთმანეთში დამიჯერეთ. თუ ჩვენ შევთავაზებთ ისეც, მაგალითად, აი ეხლა როცა ლაპარაკია ტრამპის პროექტზე, ხო? ზანგეზურს გულისხმობდა, კორიდორს და იმას გულისხმობდა. მე რა როცა დაზუსტებამდე მივიდა, თვითონ ფაშინიანმა რა თქვა, ირანის წარმომადგენლები რას ლაპარაკობენ. პერსპექტივაში ეს შეიძლება შეუერთდეს უკვე არსებულ დერეფანს, ხო? ბოლო განცხადებები ფაშინიანის მხრიდანაც და ყველას მხრიდან ესეთი იყო. უკვე არსებულს ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს ეწინააღმდეგება მოქმედ დერეფანს. არამედ რომ შეუერთდეს. აბა ეს ამხელა კონფერენცია რო იყო დაკავშირებადობის საკითხზე და ჩვენი ხელმძღვანელები ჩავიდნენ და გამოვიდენით მოხსენებით, რომ საქართველოს ზუსტად დაინტერესებულია დაკავშირებადობის გაფართოებაში. ეს ნიშნავს, რომ ალტერნატიული გზები ერთმანეთთან დაკავშირებული იყოს, ალტერნატიული, თუნდაც აი ამ დიდი კორიდორის დიდი დერეფნის, სამხრეთის დერეფნის შიგნით, როგორც შემადგენელი ნაწილი. და ეს ყველასთვის მომგებიანი უნდა იყოს იმ ქვეყნებისთვისაც, რომელიც სამხრეთ კავკასიაშია და იმ ძალებისთვისაც, რომლებსაც შეუძლიათ თავის ინვესტიციები განახორციელონ და თავის ეკონომიკური საშუალებებით და ბიზნეს საშუალებებით მოახდინონ. ეხლა ერთი რამე აუცილებლად სულ მინდა ხომ ეს თქვა და უნდა თქვა. აი რომ იძახიან, რომ იქაც ეხლა ვილსონის გამოსვლაშიც რაღაც გაისმა, რომ ეს რა ქვია. და მე უფრო იმაში კომენტარებში რომ არა ამერიკელების ის კი არ აირჩიესო ჩინური ის აირჩიეს ღმრაწყოვან პორტზეო რა ქვია ინვესტიციას და იყო რომ სრული ამერიკის ხედან არ იყოც და არა დასავლეთიდან მოგვეზიდა იქა ხო იყო ხო ყველა მეცის რომ იყო ამიცნები და მოლოდინიც იყო რომ ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი ვიღაცა დაინტერესდებოდა ხო და არ დაინტერესდნენ და ვინც დაინტერესდა იმასთან გავაფორმეთ ხო ამის გულისთვის ხო არ გავყინავდით რომ დასავლეთი არ ინტერესდება ხო ვითომ რაღაცა სიტყვით რაღაცა რამდენიმე კომპანია მის გამოთქვა დაინტერესებენ მე გაჩერდა იქ სიტუაცია ხო უფრო პრაქტიკული უფრო რეალური წინადადება სადაც დავინახეთ იმასთან გავაფორმეთ კი ბატონო თუ მონაწილეობა უნდათ თან როგორც ზანგეზურის კორიდორით შეუვლიათ და მიუერთდნენ არსებულ იმას რა ქვია სამხრეთის დერეფანს ისე შეუვლიათ ყველა პროექტს მიუერთდნენ ხო მოქნილობის სივრცე რჩება რა თქმა უნდა ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის ეკონომიკური ინტერესების ყოველთვის არის მოქნილობის სივრცე ისე შუა დერეფნად წოდებული ნაწილი თუ ძირითადად განიხილება როგორც აღმოსავლეთ დასავლეთის დამოკავშირებებელი ძირითადი გზა. რატო არ განიხილება? სხვათა შორის ძალიან პერსპექტივაში ვამბობ. ეხლა რამდენი დაჭირდება ამას, მაგრამ საქართველოს გასაყარზე, როგორც ამბობენ გზაჯვარედინზე, გზაჯვარედინი ხო არ არის მარტო ერთი გზაჯვარედინი არის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთის სამხრეთ ხო? შეიძლება დადგეს ისეთი პერიოდი, რომ ზუსტად გზაჯვარედინის როლი ითამაშოს ეკონომიკურ და ბიზნეს თანამშრომლობაში, როგორც აღმოსავლეთ დასავლეთ, ისე ჩრდილოეთ. სწორედ ამის თქმა მინდოდა, მით უმეტეს ზანგეზურის და ირანის ჩართულობა ალბათ ამ პროცესს გააღრმავებს ჩრდილოეთ სამხრეთს და მაგ შემთხვევაში საქართველოს ვერანაირად ამისთვის საჭირო აი ეს კონფლიქტები რაც შეიძლება ხარაც ხელი თუნდაც იგივე ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის რაღაცნაირად თუნდაც პირველ ეტაპზე დამთავრდეს ცეცხლის შეწყვეტით რეალური ცეცხლის შეწყვეტით და ყველა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მერე 3 დღის მერე ისევ ერთმანეთს არ უტყან რაკეტებით და პრევენციული დარტყმები არ განახორციელონ და ნუ რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს უკრაინის საკითხით რომელიც პირდაპირ უკავშირდება რუსეთის პოლიტიკას იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ რაც არ უნდა გააკეთონ ჩინელებმა რაც არ უნდა გააკეთონ ამერიკელებმა რუსები თავის სტრატეგიულ მიდგომას რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე მათი რაღაცნაირი გავლენა მაინც გათვალისწინებული არ იყოს აი გარკვეულ დონეზე ხო ეხა იმაზე არ არის ლაპარაკი რომ ისეთ დონეზე საბჭოთა კავშირი რო იყო და ისეთ დონეზე აღდგეს მაგრამ მუდმივად ამბობენ ჩვენი ინტერესების გათვალისწინების გარეშე კრემლი და პუტინი რომელიც შიგრიძის
ამბობს ჩვენ ინტერესების გათვალისწინების გარეშე აქ არ გამოვა რაღაცა ისეთი რაღაცები, რასაც ცდილობთ. ხო და რაღაცა დონეზე არის უკვე საუბარი. აი რა დონეზე? და ვინ რას თმობს და ვინ რას უთმობს და ვინ რას იღებს. და ვინ რა დოზით და როგორ შემოვა იგივე ჩვენ რეგიონში. პოლიტიკა და დიპლომატია ყოველთვის ვაჭრობა. და ალბათ პატარა ქვეყნებისთვის თავარი ხელოვნება ისაა, რომ ამ დიდი ქვეყნების ინტერესები და ძალები იმაში არ გაიჭყლიტოს და იქ კვეთის წერტილები იყოს ისეთი, როგორც მისთვის და ამიტომ გვინდა რომ დაპირისპირი ვიმეორებ დაპირისპირების რეგიონიდან გადაიქცეს თანამშრომლობის რეგიონად. კი, ზოგი ამბობს, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინ მოგცემ საშუალებას, რომ ის იყო ნეიტრალური, რაც ქვია, ვინ მოგცემ საშუალებას, სხვა არის. ეხლა 21 საუკუნეში თან ამ დონეზე რეები ხდება გლობალურად. როცა სიმძიმის გლობალური აღარ წარწერები არის ისე რომ ვიღაცამ აი გადმოგიგდოს მოგცეს რომ აჰა კაი იყავი ნეიტრალური, სად არის? უნდა იმუშაო ამის გულისთვის, ვიმუშაოთ ჩვენ და ვიმუშაოთ რეგიონის ქვეყნებმა. ასეგებია. ბატონო კოტე, მადლობა. მეორეს მხრივ მართლაც ვარ ჩვენგან ხელმარჯვნივ ერთი საბრძოლო მოქმედებებია, ხელმარცხნივ მეორე და აი ამ მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც ინტერესის მიზეზს ზრდის საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებაში, აი ამ მოცემულობის შენარჩუნება და განვითარება ალბათ უნიშნულოვანესი ჩვენი გამოწვევაა. მადლობა სტუმრობისთვის, ამასობაში სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი საეთერო დრო. პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს საერთაშორისო საკითხებში მრჩეველი დიპლომატი ბატონი კოტე ჟღენტი იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. სტუმართან ჩვენი დიალოგი რადიო ემედის Facebook გვერდზე აიტვირთება. მადლობა დროებით.